კიევის კრიზისი გრძელდება გვიანღამით აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროს შენობა დაიკავეს და მიუხედავად ვიტალი კლიჩკოს მიმართვისა შენობის დატოვებაზე უარი განაცხადეს. Რამდენიმე საათით ადრე კი საერთო საქმის აქტივისტები აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროში დაბანაკდნენ. ადმინისტრაციული შენობების დაკავება მოხდა ასევე სუნახში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში. დაშავდა 50 ადამიანი, მათ შორის 18 მილიციელი აქტივისტებს. სპეციალური განცხადებით მიმართა იუსტიციის მინისტრმაც. ელენა ლუკაშიმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დაემუქრა. იწურება იანუკოვიჩისთვის მიცემული ვადაც, რა დროშიც მას დაკავებული 118 აქტივისტი უნდა გაეთავისუფლებინა. დღეს ევრომაიდანზე ასევე დაკავებულ აქტივისტთა ცოლები და დედები შეიკრიბნენ. მათ დამოუკიდებლობის მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მსვლელობა მოაწყვეს. გვინდა რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, ჩვენ არ გვინდა რომ უკრაინელმა ხალხმა ბარიკადებს მიღმა ერთმანეთში იომონ. ჩვენ დედები ვართ, ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვრონ და საკუთარ თანამემამულეებს არ ებრძოლონ.